სწრაფად ბრუნვადი მოხმარების საქონლის ეგრეთ წოდებული FMCG ბაზარი საქართველოში მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ ზრდის ტემპის დასტაბილურებაა მოსალოდნელი. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით თანამედროვე ვაჭრობა მზარდია. ტრადიციული ვაჭრობა 2022 წლიდან უცვლელი. საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ 3 წლიან პერსპექტივაში თანამედროვე ვაჭრობის ზომა გადააჭარბებს ტრადიციულს. მომხმარებლის პრეფერენციების მიხედვით კი ისინი ყურადღებას აქცევენ როგორც ადგილმდებარეობის, ისე კონკრეტული პროდუქციის შერჩევისას ფასებს. მირანდა მანჯგალაძე რიტეილ ექსპერტი შემოგვიერთდა სტუდიაში და მასთან ერთად ვიმშელებთ, როგორ ვითარდება რა გამოწვევებია ბაზარზე, ასევე იმ პირობებში, როდესაც ბაზრის 87%-მდე უმსხვილეს 5 კომპანიაშია თავმოყრილი, როგორია კონკურენცია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. საახალწლო პერიოდია და წინა საახალწლო ვაჭრობა, ზოგადად ითვლება, რომ ბიზნესისთვის წინა საახალწლო ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ არა საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვების თვალსაზრისით. ამიტომ საინტერესოა, მე კონკურენციის ნაწილად გავახსენე. ჩემი შეკითხვა, პირველი შეკითხვა სწორედ აქედან მინდა დავიწყო. რამდენად კონკურენტულია საქართველოში FMCG ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ ის მზარდია და რამდენად აქვს მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობა, რეალური არჩევანის შესაძლებლობა იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ტენდენციების დღეს არის ამ ბაზარზე საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით თქვენ და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესოდ გაშალეთ, ესე რომ ვთქვათ, წაიყვანეთ და გაშალეთ ეს კითხვა. ნამდვილად დეკემბრის თვე უდრის მთელ ერთ წელიწადს საცალო გაყიდვებში იმდენად დატვირთულია დეკემბრის თვე, რადგან მომხმარებელი ქცევა იცვლება მომხმარებლის, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო მეტ შესყიდვას აკეთებს და შესაბამისად უფრო მეტად ტვირთავს საცალო ვაჭრობას და საცალო ვაჭრობის ობიექტებს. რაც შეეხება კონკურენციას, კონკურენცია ძალიან მაღალია ბაზარზე. როგორც ახსენეთ, მზარდია, სწრაფი ტემპებით იზრდება და წარსულში და დასტაბილურდება ზრდა, თუმცა პენეტრირებული სრულად არ არის და შესაბამისად ეს ბადებს იმის საფუძველს, რომ რეალურად ბაზარი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად კვლევაში ნახსენებია, რომ შესაძლებელია ახალი მოთამაშეების დამატება და კერძოდ როდესაც გადავალთ უკვე შეცვლილი მოთამაშეების, ესე რომ ვთქვათ, სტრუქტურაზე თუ როგორ ორგანიზდება უკვე მოდერნიზებული ეგრეთ წოდებული საცალო ბაზარი, ამის განმარტებას გავაკეთებ, მან უფრო ვრცლად შევიჭრები იმ საკითხში, რომ რა ტიპის მოთამაშეები შეიძლება კიდევ გამოჩნდნენ ბაზარზე. კონკურენცია მაღალია, ბუნებრივია, გადანაწილებულია 5 მოთამაშეში, როგორც ახსენეთ 87%, თუმცა 33%-იანი წილით არის Daily Holding-ი, რომელიც ასევე დიდ ძალას წარმოადგენს საცალო ბაზარზე და გარკვეულწილად, მიაღწია ეკონომიკის მასშტაბირობას, ვინაიდან კვლევაში ნახსენებია, რომ ზოგადად ჯამურად EBITDA გაუმჯობესებულია, EBITDA ეს არის გადასახადებამდე და დაბეგვრამდე მოგება. შესაბამისად, ამის გაუმჯობესება პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ საოპერაციო ხარჯები მასშტაბურობის ეკონომიიდან გამომდინარე არის შემცირებული და აქედან კომპანიები უფრო უკეთესად ფინანსურ მდგომარეობაში არიან. თუმცა რაც შეეხება გროს მარჟას, საერთო მოგება სტაბილურად შენარჩუნებულია. მაგალითად, რამდენია საშუალოდ ამ 5 მსხვილს შორის, მსხვილის მაგალითზე რომ ვთქვათ, რამდენია მოგების მარჟა, იმიტომ რომ მომხმარებელს მაინც ყოველთვის გვაქვს განცდა, რომ ჩვენ იმაზე ბევრად მეტის გადახდა გვიწევს, ბევრად მეტის და არა განსაზღვრული და უშუალოდ საერთაშორისო სტანდარტით მიღებული მოგების თუ მიუხედავად რომ ბიზნესია და ყველა თავის ფას თვითონ აწესებს თუ რა თქმა უნდა ესა თუ ის პროდუქტი იყიდება, მაგრამ მაინც გვაქვს ეს განცდა, ხო, რომ რაღაცას ბევრად ძვირად ყიდულობთ, ვიდრე ვიყიდით რომელიმე სხვა ქვეყანაში. მათ შორის თუნდაც ჩვენს მეზობელ თურქეთში, რომელიც ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარია. ამიტომ საინტერესოა, რა მოგების მარჟაზე მუშაობენ მაყურებლისთვის ეს ბატონო, ნახეთ, მოგების მარჟა არის დაახლოებით 21.2% არის საერთო მოგება და მერე უკვე 27%-მდე არის დაახლოებით, თუ სწორად ვიხსენებ ამ ციფრებს, ეს მებიტა მოგება, ესე რომ ვთქვათ, დაბეგვრამდე მოგება, ხო? რა შეეხება გროს მარჟას, მოგების მარჟა რას ნიშნავს? ეს არის, როდესაც რიტეილერმა, საცალო მევაჭრემ გადაყიდა პროდუქტი, გაუსტუმრა თვითღირებულების ხარჯი მომწოდებელს და რაც დარჩა, ეს არის მოგების მარჟა, ხო? ეხლა პროცენტიდან ეს ადეკვატური არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი? აბსოლუტურად ადეკვატურია, ბუნებრივია, რადგანაც გაცილებით უფრო 0.2%-იანია ბენჩმარკი, შესაძლებლად, როდესაც გამოტანილია დაუშვათ ევროპის ქვეყნების საერთო მოგების მარჟა, იქ 0.2%-ით არის დაუშვათ ის ბენჩმარკი გამოტანილი შესაძარისი TBC კაპიტალს რაც აქვს და რაც მიუთითებს იმას, რომ ზრდის პოტენციალი კიდევ არსებობს და ზუსტად ამაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. ნახეთ, საერთო მოგება მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს, რას ნიშნავს ეს გროს მარჟა, ეს არის, როდესაც საცალო მევაჭრემ გაყიდა პროდუქცია, შემდეგ მომწოდებელს რომ გაუსტუმრა თავისი დავალიანება, რაც დარჩა. ამას უნდა გამოუკვდეს შემდეგ საოპერაციო ხარჯები, ადმინისტრაციული ზედნადები ხარჯები და შემდეგ ეს ტოვებს მოგებას, ესე რომ ვთქვათ, დაგეგრამდე EBITDA-ს, რაზეც ვამბობთ, რომ გაუმჯობესებულია. გროს მარჟის შემთხვევაში ვამბობ,
ვამბობთ, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული აქვს, თუმცა EBITDA საოპერაციო პროცესები იმდენად დაიხვეწა, შეიძლება ეს გამსხვილების ეფექტი იყოს, სადაც ეკონომიკის მასშტაბურობას უფრო ეფექტურად მიაღწიეს და შესაბამისად ამან გამოიწვია EBITDA-ის, ანუ გაუმჯობესება. თუმცა ის რომ გვეჩვენება ჩვენ რომ პროდუქტები გაზრდა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ეს უფრო ძვირი ფასები გვაქვს ვიდრე და უშუალოდ ჩვენთან არის, ეს ახსნადია, ვინაიდან ჩვენ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვართ, იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანასთან, როდესაც ვართ, ძირითადად ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს ფასს. ნახეთ, ეკონომიკაში ზოგადად არის demand, ანუ მოთხოვნიდან გამომდინარე ფასის ზრდა ერთი და მეორე არის ხარჯის cost push, ანუ ხარჯის ზრდისგან გამომდინარე, ესე რომ ვთქვათ, ფასის ზრდა. ჩვენ შემთხვევაში მოთხოვნა რაღაც წილ გაზრდილია, ვინაიდან მოსახლეობის იქ დაუშვათ იმიგრანტების რაოდენობა გქონდა და ასე შემდეგ, რომელმაც ბუნებრივად მოთხოვნა გაზარდა, რამაც შეიძლება წვლილი შეიტანა ფასის ზრდაში, ეგრეთ წოდებულ ინფლაციაში, თუმცა ჩვენ რადგანაც იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენს იმპორტს განვახორციელებთ ხოლმე, ხარჯის სტრუქტურა არის მაღალი, გადასახადებიდან თუნდაც დღგ-დან და ასე შემდეგ, რომელიც ზრდის ზოგადად თვით ღირებულებას. ნახეთ, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მოგების მარჟა სტაბილურად შენარჩუნდა, ხო? ვადარებთ წინა წელს, დაუშვათ წინა წლის 9 თვეს, ამ წლის 9 თვესთან, ხო? სტაბილურად შენარჩუნება ნიშნავს, რომ ეფექტურობა დაჭერილი აქვს, დაუშვათ თვით ღირებულების ამბავში. თუმცა ნახეთ, როდესაც ჩვენ მოდერნიზებულ თანამედროვე ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უკვე თამაშის წესების ცვლილებაზეც შეიძლება ვივარაუდოთ და ვიმსჯელოთ და რა არის ეს? ნახეთ, რიტეილერი, რომელიც საცალო მევაჭრეა და გადამყიდველია და უშუალოდ გადის მომხმარებელზე, უკვე იჭრება სადისტრიბუციო მომწოდებლის ბიზნესში, ეგრეთ წოდებულში, შესაბამისად ის აკეთებს ანალოგი პროდუქტების იმპორტს საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის ხარჯის ეფექტურობას დაიჭერს იქედან გამომდინარე, რომ თვითონ იქნება იმპორტიორი, თვითონ დაასაწყობებს, თვითონ დაარიგებს თავის მაღაზიებში, ამ მხრივ ის შეინარჩუნებს, ესე რომ ვთქვათ, ასორტიმენტს, რაც მომხმარებელს აინტერესებს, ამავდროულად დაიჭერს ხარჯს, რომ არ გაექცეს ფასი და იქნება კონკურენტ უნარიანი. ანუ ნახეთ, რომელი პრაქტიკა უფრო გავრცელებულია, აი ამ ნაწილში ხარავთ თქვენ ახსენეთ. დღეს არის გარდამავალი ეტაპი რეალურად, ნახეთ, ჩვენ გვაქვს ბავშვად მომწოდებელი, დისტრიბუტორი, საცალო მევაჭრე, ხო? ეხლა ჩვენ საუბრობთ მომწოდებელი პირდაპირ რიტეილერზე გასვლა და ამ შემთხვევაში რიტეილერი ამოკლებს ღირებულებათა ჯაჭვში გზას, რაც ამცირებს value added, ანუ დანამატი ხარჯების არსებობას, რაც საბოლოო ჯამში კონკურენტ უნარიანს ამყოფებს ბაზარს, ვინაიდან მომხმარებელი უფრო მომგებიანი იქნება ამ შემთხვევაში, თუმცა თამაშის წესები იცვლება. ნახეთ, ის არსებული დისტრიბუტორი კომპანიები, რომლებიც ახლო მომავალში, ჩემი პროგნოზის და ბუნებრივია სუბიექტურია, ანანერი ფაქტობრივი გარემოება ამის დასკვნის საფუძველს არ მაძლევს, თუმცა ეს არის ჩემი ვარაუდი, რომ დისტრიბუტორი კომპანიები, რომელსაც ექსკლუზიური უფლებები აქვს დაუშვათ კონკრეტულ მწარმოებლებთან, შესაძლებელია უკვე გადმოინაცვლონ საცალო ვაჭრობაში და თვითონვე გახსნან მაღაზიები თავიანთ ექსკლუზიურ პროდუქტებზე. მანამ სანამ პროცესში თვითონ რიტეილერი ეძებს ანალოგი პროდუქტის ჩამონაცვალებას, იმიტომ რომ ექსკლუზივი არ შეიძლება ქონდეს და ამით ამცირებს ხარჯს. რამ განაპირობა ყოველივე ეს? ნახეთ, ზოგადად მსოფლიო ტენდენცია, ისე როგორც საქართველოში არსებული ტენდენცია არის, რომ მომხმარებელი უპირატესობას კვლევამ გალთანტეგერცმაც და TBC-მაც აღნიშნა, რომ მომხმარებელი ანიჭებს ყველაზე უპირატეს ფასს, ანუ ფასია მისთვის განსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, ფასი რადგანაც არის, ყველაფერი აიძულებს ბიზნესს იმისთვის, რომ მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, კონცენტრირებული იყოს ფასის ეფექტურობაზე, ანუ ხარჯის ეფექტურობაზე. ამიტომ თამაშის წესები ამ კუთხით იცვლება, გროს მარჟა სავარაუდოდ სამომავლოდ ამ პროცესებზე გადაწყობით, ესე რომ ვთქვათ, გაუმჯობესდება, ისევე როგორც EBITDA გაუმჯობესებული და უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ. თუმცა კითხვა, შედარება ჩვენი კომპანიები versus დაუშვათ უცხოური კომპანიები, დასავლეთში არსებული კომპანიები ძალიან ახლოს არიან, ესე რომ ვთქვათ და ზოგადად საცალო ვაჭრობაში დიდი მოგების კოეფიციენტები არ გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდია კონკურენცია როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე დაუშვათ უცხოურ ბაზარზე. თუმცა ერთი საინტერესო ფაქტი, რაც არის, რომ აი ფასთან ბმაშია, არის რომ მომხმარებელი ითხოვს დაბალი ფასის პროდუქციას, ასორტიმენტი მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ფასი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რაც ახალი ფორმატების მაღაზიების წარმოშობს, რომელიც არის დისკაუნტერის ფორმატები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხვდებით ტენდენციურად და კორელაციაში ურთიერთთანხვედრაში იმ ფაქტსაც, რომ რეგიონებში უფრო მეტად იზრდება მაღაზიები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფასი სწორედ და უკვე დაბალი ფასის შეთავაზებით რეგიონები მსყიდველ უნარიანი ხდება, რომ საცალო ქსელები გაიცნას რეგიონებში. ძალიან კარგი ნაწილთან მიხვედით, რამდენად მსყიდველობით უნარიანია საქართველოს მოსახლეობა და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე როგორია. აქაც არის, რომ აი ვიღაცას არ შეუძლია ამის ყიდვა, იმის ყიდვა რაღაც, თუმცა ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ რეალობა არის ისეთი, რომ ამ სექტორში მომუშავე კომპანიების უდიდესი ნაწილს
პრაქტიკულად კარგი გაყიდვები აქვს. ამ სწრის პირდაპირი მნიშვნელობით, რასაც ყოველგვარი კვლევის გარეშეც თავისუფლად ხედავთ, ხო? სულ ყველაფერს თავიდანვე რომელიმე სავაჭრო ობიექტში ნებისმიერი შესვლისას რა რაოდენობის ადამიანია ამა თუ იმ დღეს პირობითად სავაჭრო ობიექტში დამოყრილი. შესაძლოა იმ სავაჭრო ობიექტის მფლობელს უნდადეს უფრო მეტი, მაგრამ საშუალო მაჩვენებელზე ვსაუბრობ. ამიტომ საინტერესოა როგორია მსყიდველობით უნარიანობა საქართველოს მოსახლეობის და ეს წლიდან წლამდე როგორ შეიცვალა ან გაიზარდა თუ გაუარესდა. ნახეთ, ბიზნესი არის ძალიან ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც გრძნობს გარე სივრცეში არსებულ ფაქტორებს და გრძნობს მომხმარებელს, ხო? ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მომხმარებელი ამახვილებს ყურადღებას ფასზე, შესაბამისად ბიზნესი გადაწყობილია, რომ რაც შეიძლება ხარჯი დასწიოს და ფასი იყოს მისაღები მომხმარებლისთვის. შესაბამისად, გამართული ბიზნეს მოდელები, რომელსაც ჩვენ დღეს საქართველოში ვხვდებით, ზუსტად ამას პასუხობს და ზუსტად ამიტომ გვაქვს ჩვენ გადავსებული მაღაზიები. ანუ რეალურად ტენდენცია რაც არის ნიშური მარკეტები, რომელიც დაუშვათ პრემიალურ მომხმარებელზე არის ორიენტირებული, სადაც ასორტიმენტია, მისთვის ფასი არ არის გადამწყვეტი და ხარისხს და ასორტიმენტს, ანუ მრავალფეროვნებას ანიჭებს, ესე რომ ვთქვათ, უპირატესობას და უმრავლესობა არის რომ ფასზე ორიენტირებული და შესაბამისად ჩვენ ხვდებით თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე პატარა ფორმატის, საშუალოდ 130 კვადრატი მეტრის მაღაზიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ არა დიდ ასორტიმენტს, არამედ ასორტიმენტი, რომელიც მიმზიდველია მომხმარებლისთვის და მას შეუძლია, ანუ ესე რომ ვთქვათ, შეისყიდოს ესა თუ ის პროდუქცია. ამიტომ რიტეილერი, ანუ საცალო გადამყიდველი მუდმივად სწავლობს მომხმარებელს, სწავლობს მომხმარების ტენდენციას, უყურებს გაყიდვების ინფორმაციას, რომელიც საკმაოდ ბევრი აქვს, ტენდენციას, სეზონურობას, ფასის ცვლილებას, თვითღირებულებას და ასე შემდეგ. ასევე ადგენს საპრომოციო კალენდარს ეს იმპულსური გაყიდვებისთვის და ამიტომაც ვხედავთ, რომ ეს scientific მეცნიერული კვლევა, რომელიც კულისებს მიღმა მომხმარებლის საჭიროებებს გაანალიზებს, ვღებულობთ იმ პროდუქტს, იმ ხარისხს, იმ ფასად, რაც მომხმარებელს იზიდავს და აგენერირებს შემოსავალს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მომხმარებელი რეგიონში უბრალოდ, რადგანაც მისთვისაც ესე რომ ვთქვათ, ფასი არის არსებითად მნიშვნელოვანი, ისიც ითხოვს უკვე არასახელურ მაღაზიებს, არა უკვე ბრენდულ მაღაზიებს, სადაც სტაბილური მიწოდება აქვს, აესთეტიური პირობები ასე თუ ისე დაკმაყოფილებული აქვს და შესაბამისად მასაც სურვილი აქვს, რომ გახდეს ამ კლუბის წევრი, ესე რომ ვთქვათ, ხო? აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს საინტერესო კვლევა რატომ ხდება, ხო? რატომ ვიკვლევთ და რატომ ვაანალიზებთ ამ კვლევას? მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს პირდაპირ ინფორმაცია რომელიმე კონკრეტულ ბრენდთან ან ქსელთან, კვლევა მაძლევს ძალიან კარგი დაკვირვების საშუალებას, იმიტომ რომ კვლევა წლიდან წლამდე მეორდება, ვაკურდები მომხმარებელს ტენდენციას განვითარებისას და საკმაოდ თანხვედრაშია ყველა ფაქტორი იმისკენ, რომ რეალურად ვითარდება და მეორეც არის, რომ ეს არის ძირითადად ისეთი პროდუქცია, რომელიც არის პირველადი მოხმარების და ბუნებრივია ადამიანს ეს ყოველთვის სჭირდება და რაც უფრო მეტად გავზრდით მოხერხებულობას მისთვის და სასურველ ფასს და ასორტიმენტს ყოველთვის ეყოლება მაღაზიას მომხმარებელი. და კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენთან ახსენეთ ეხლა რომ განვითარების პერსპექტივა აქვს. რა მიმართულებით აქვს განვითარების პერსპექტივა? გარკვეულწილად სახეზე გვაქვს პატარა მაღაზიების, მათ შორის მარკეტების დახურვის ტენდენცია, გამსხვილების ტენდენციას გვაქვს სახეზე და ეს რამ რისკენ გადადგმული ნაბიჯია, რამ განაპირობა და ასევე აუცილებლად მინდა ვიკითხო ელექტრონული კომერციის ნაწილმა რამდენად შეცვალა ფიზიკურად არსებული მაღაზიების მდგომარეობა და დაუშვათ აი ამ ნაწილში რეალურად ქართველი მომხმარებლის ქცევა ძალიან ბევრია გამოწერები. ელექტრონული კომერცია საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი ნაწილია ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუმცა თვითონ ფიზიკურად არსებული მაღაზიებს რამდენად რეალურად კონკურენციაში შედია ეს ორი სეგმენტი. აი ამის კითხვაც ესეც ძალიან საინტერესო ნაწილია და მინდა რომ ესეც კი ბატონო, კვლევებს მოვიშველიებ ისევ ეს გალტეტეგერს და TBC-ის კვლევა და ზოგადად როდესაც ჩვენ სისტემურად უყურებთ, ძალიან კარგია ორივე კვლევის შედარება. ნახეთ, განვითარების პერსპექტივა არსებობს და განვითარების პერსპექტივა არსებობს რეგიონში. ეს ფაქტით არის გამყარებული რეალურად რაც გვიჩვენებს ბოლო 9 თვის განმავლობაში გახსნილი მაღაზიების რაოდენობა და აქედან გამომდინარე ეს პირდაპირად ნიშნავს იმას რომ მოთხოვნა გაზრდილია და შესაბამისად რეგიონების საინტერესო ხდება უკვე საცალო მევაჭრეებისთვის უფრო მეტად საინტერესო ვიდრე თბილისი, იმიტომ რომ ტენდენცია და ტრენდი აჩვენებს რომ თბილისში გახსნები შემცირებულია. ესე იგი ეს განპირობებულია მოთხოვნით რომელიც რეგიონებს აქვს და შესაბამისად ასათვისებელი გეოგრაფიული ლოკაციებით რომელიც რიტეილერებს აქვს და ვისაც ლიდერის პოზიცია უჭირავს რეგიონებში ბუნებრივია ის უფრო მეტად გახსნეს იმიტომ რომ უფრო ლიდერის პოზიცია უჭირავს ბაზარზე ამ სეგმენტში ამ შემთხვევაში Daily Groups აქვს გაცილებით მეტი წილი რეგიონებში ვიდრე სხვა ქსელებს და აქედან გამომდინარე ალბათ აგრესიულ განვითარებას გააგრძელებს და განავრცობს რეგიონებში. მეორე საკითხი ელექტრონული კომერცია ნახე არსებობს omni-channel მიმართულება, რაც ნიშნავს რომ omni-channel ეს არ არის კონკურენცია ფიზიკური მაღაზიის პირიქით. ეს არის დამატებითი არხი გაყიდვის, ხო? დამატებითი არხის გაყიდვის ნიშნავს რომ ფიზიკურ გაყიდვებთან ერთად omni-channel-ის პირობებში ჩვენ თავაზობ
დამატებით ელექტრონულ კომერციას უფრო მეტი კომფორტისთვის მომხმარებელთან. მაგრამ ნახეთ, ჩვენ ასევე ვხედავთ ტენდენციებს კვლევებში, რომ ძალიან მცირე კოეფიციენტით არის ზრდა ელექტრონული კომერციის ასეთი მოთხოვნის პროდუქციაზე საქართველოში, თუ შევადარებთ ჩვენს ევროპას და განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ ამას აქვს თავისი ახსნა. მაღაზიაში იმას არ ვიწერთ. რა თქმა უნდა. ამას აქვს თავისი ახსნა, ნახეთ. ახსნა არის მდებარეობს იმაში, რომ რეალურად თუ ჩვენთვის ფასი მნიშვნელოვანია და მაღაზიების ფორმატი გადადის დისკაუნტერის ფორმაში, ნიშნავს, რომ მცირე ბიუჯეტიანი შესყიდვები კეთება, ანუ რაოდენობრივად მცირეა, საშუალო ჩეკში შემადგენელი ესე რომ ვთქვათ items, ისინი რა ქვია ჩამონათვალი და ამასთანავე საშუალო ჩეკი არის დაბალი. თუ ამას ჩვენ ხშირ შესყიდვას, double check-იან შესყიდვებს გავაანალიზებთ, აქ ელექტრონული კომერცია საჭირო არ იქნება და ამიტომაც არის ეს წილი დაბალი. და ამას ეჩვევა კიდევ კულტურული ქცევა მომხმარებლის, ქართველი მომხმარებლის პირობითად, თუმცა ქართულ მომხმარებელს ყველაფერი ნაბიჯზე აქვს სახლთან, სამსახურთან გაჩერებასთან მაღაზია არ საჭიროებს რეალურად ელექტრონულ კომერციას დატვირთვას ამ კუთხით. ვინაიდან მისთვის ხელმისაწვდომია ლოკაციურად ყველა მაღაზია და ჯერ კიდევ ადამიანი ემოციური ცხოველია, ესე რომ ვთქვათ, მას უნდა შეგრძნება, შეხება და ამას ვერთმობს. ამას დათმობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, პირობითად ჩვენ როდესაც COVID იძულება გქონდა ამის გასაკეთებლად პირობითად, ან დროის დეფიციტი. დროის დეფიციტი ბუნებრივია ქართულ მომხმარებელსაც აქვს, მაგრამ არც თუ ისე მძაფრად რეალურად, რომ დამატებით მნიშვნელოვანი არხი გახდეს ელექტრონული კომერციის. თუ ჩვენ ამ ტენდენციით და ზრდით წავალთ, როგორც ვამბობთ, რომ დისკაუნტერის ფორმატის გავრცელება, ფასის, ესე რომ ვთქვათ, წამოსვლა როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ელექტრონული კომერციის განვითარება ტემპი შედარებით ნაკლები იქნება. თუმცა თუ დავაკვირდებით მოსახლეობის ასაკს გაახალგაზრდავებულია და შესაბამისად გაახალგაზრდებული თაობების მოთხოვნამ შეიძლება მოიტანოს ის ფაქტი, რომ საერთოდაც არ დასჭირდეთ სახლიდან გასვლა და ისე შეუკვეთონ. ამიტომ ძალიან დიდი კულტურული, სოციალური ფაქტორები ზეგავლენას ახდენენ მომხმარებლის ქცევაზე და მომხმარებლის ქცევა ბუნებრივია მერე განაპირობებს უკვე ფიზიკური მაღაზიის სტრატეგიას, ფიზიკურად გაყიდოს ეს თუ ის პროდუქტი მაღაზიიდან, გამოიყენოს ომნიჩენელი, სადაც სტრატეგიულად ბევრი არხით მიწოდებას ნიშნავს მომხმარებელზე, მაგრამ ელექტრონული გაყიდვა არავითარ შემთხვევაში არ იქნება კონკურენტი, ის ყოველთვის იქნება დამატებითი შემოსავლის შემომტანი არხი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ 2026 წელსაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში მირანდა მანჯგალაძე საუბრობდა.